თქვენს წინააღმდეგ. ბატონო ბაჩანა თამაშობს ნანა ნადირაძე დიახახლის თბილისიდან. უნდა დავამარცხოთ ბოლო-ბოლოს ქალბატონო. ბატონო ირაკლი ბაკურიც. აი ernst კომპრიხი რო გაქვს წაკითხული. სვიმონ მაჩაბელი ვინ იყო იცით? 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ივანე მაჩაბელი. შეთავსებით ივანე მაჩაბელის ბაბუა. გადმოგცემენ რომ ერთხელ სვიმონ მაჩაბელმა თქვა ქართველებს ორი რამე გქონდა ნამუსის გამომხატველი და არც ერთი აღარ აგვაქვსო. ორივე წაგვართვესო. ყურადღება შეკითხვა. ბატონო ირაკლი. დაასახელეთ ორივე. რატო არა გულუაში ბატონო მეორე ქუდი შეთქმულების მონაწილეა უნდა იყოს მეფე ერთი უეჭველი მეფე ერთი მეფე ნამუსის და ულუაში მეფეები ყავდა. ანუ მეფე აი კიდე ჩამოთვალეთ რა ქუდი შეიძლება ქუდი იყო კიდე რა ქართველი კაცისთვის კიდე რა ითვლებოდა ხანჯალის ტარება ხო არა უბრძალეს ხონია თავადები ატარებდნენ ანუ მუსულმა მოდამ გამოიწვია წაფასვა და ტანსაცმლის ენა არ წავწევია სახიდე ნივთები ჩამოთვალე ხანჯალი შეიძლება ქუდი შეიძლება ნუ წერულვაში ერთ-ერთი არის არატარებენ წერულვაში ნივთი რაც რუსულმა ჩაანაცვლა ცივილიზებული ნივთი რა არის რა შეიძლება იყოს რომ აი ნამუსი კიდე რას აჯანყების მონაწილე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა იყოს ვიდრე ტყემალი და ქუდი. გასაგებია და კიდე რაღაცა ჩამოთვალე. მეფე და ულუაში? კიდე ნივთი უბრძალა ვის? ენა. და მეორე რა მაშინ მეფე და ენა ეკლესიის ავტოკეფალია. ენა ნამუსი ენა რაღაცა. ამოიწურა. მამული და სარწმუნოება ჩვენი ნამუსი. მაშინ ამოიწურა. ბატონო ბაჭი. არ არის. მამული მშვად არის. ვინ შევესწრები ბატონო. თქვენ თავ. მე ავარჩიო, ხო, ნუ ესმოდათ ალბათ რომ ყველაფერი ჩამოითვალა. ჩვენი გუნდის ვერსიით უბრალოდ ერთ-ერთი ვერსია არის ის რომ წერულვაში, ანუ აღარ ატარებდნენ უკვე წერულვაშებს. დიახ. წერულვაშს და მოგხსენებათ ეს იყო ერთ-ერთი ატრიბუტი და ქართველი ვაჟკაცის და მეორე ნუ მეფე აღარ ყავდათ უკვე, ანუ ნამუსის გამომხატველი ქართველების მეფე იყო? ხო, შესაძლოა ესე თვლიდა ბატონი მაჩაბელი, ვინაიდან ნამდვილად ესე იყო, იმიტომ რომ ნამუსის გამომხატველი იყო მეფე ქართველების. კი, ნუ შესაბამისად სახეს წარმოაჩენდა, ანუ პირველი პირი იყო სახელმწიფოსი და შესაძლოა, ანუ მისი, ნუ კარგი თუ ცუდი, შესაბამისად გამოხატავდა ერის, ესე ვთქვათ, აუკარგიანობასაც. ამიტომ აბსოლუტურად ყურადღება, სწორი პასუხი. საქმე მაშია რომ სვიმონ მაჩაბელმა თქვა ქართველებსო, ქართულ მამაკაცებს კი არაო. დიახ. ქართველებს. დიახ, ბატონო კაკი. და ულუაში. და მხედრობაში ყავდა ქალები და მამაკაცები. დიახ. მე-19 საუკუნის ბოლოს შეიცვალა მოდა. მე-19 საუკუნის ზოგადად შეიცვალა მოდა, უკვე რუსეთის იმპერიაში შევიდა საქართველო და მამაკაცებმა დაიწყეს ულუაშის მობარსვა, ხოლო ქალბატონების ჩაცმულობიდან გაქრა რა? ბატონო გაგი? ლეჩაკი. ტრადიციული ატრიბუტი ლეჩაკი. ეს სწორი პასუხია. ლეჩაკი ქალის ლეჩაკი და კაცის ულუაში იყო ნამუსის გამომხატველი ქართველებისა. სვიმონ მაჩაბლის აზრით ტელემაყურებელმა ნანა ნადირაძემ კიდევ ერთხელ დაამარცხა ჩვენი მოაზროვნეები და მოიგო 500 ლარი ბაზის ბანკისგან და 300 ლარი თეგეტა ტრაკენ ბაზგან ქალბატონო ნატა.